ესე იგი, როგორ ფიქრობ, რა გვჭირდება ყველაზე მეტად, როგორც ქალებს? ისეთი კითხვა არის ძალიან მრავალშრიანი. უპირველესად, საქართველოს კონტექსტში ალბათ საერთაშორისო სისკერა და ყველანაირ კონტექსტში ეს არის რაღაცა უსაფრთხოების განცდა. რომ ერთი რო შენ რაღაც ტრივიალურად ქუჩაში უსაფრთხოდ იყავ და ქვეყანაში რომელშიც ცხოვრობ და იმ გარემოში რომელშიც ცხოვრობ იყო უსაფრთხოდ შეგეძლო საკუთარი თავის რეალიზება, საკუთარი აზრის გამოთქმა, იმისთვის ბრძოლა, რაც ჩვენთვის მნიშვნელოვანია და მეორე რომ ხო სამწუხაროდ კიდევ დგას ის საკითხი, რომ ფიზიკურადაც იყო უსაფრთხო. და ეს უსაფრთხოება რაღაცნაირად მოიცავს იმასაც, რომ კონდეს თანაბარი შესაძლებლობები კაცებთან ერთად, რომ რეალიზდე და იყო შესაქმნობაში წარმატებული ან მოკლედ აკეთო ის, რაც შენ გინდა რეალურად და იქცნო თავი დაფასებულად, ჩემთვის ყოველთვის ეგ იყო ხოლმე, რომ რაღაცა დაფასებულად თავის გზნობა, რომ სრულფასოვან ადამიანად იქცნო თავი, რაც სამწუხაროდ ახლა რომ ვლაპარაკობ, ძალიან სევდიანია, რომ მაგის თქმა მიწევს, რომ ქალს გინდა რომ სრულფასოვან ადამიანად იქცნო თავი, იმიტომ რომ ისედაც ხარ, რა თქმა უნდა, მაგრამ ხო, ეს რაღაცა უსაფრთხოების შეგრძნება არის ჩემთვის პირველად, იმიტომ რომ სულ მაგას ემუქრება საფრთხე როგორც ასეთი და მაგასთან ერთად მოდის უკვე რაღაც ეკონომიკური დამოუკიდებლობაც და ასე შემდეგ ყველაფერი სხვა. ჩემმა გოგოობამ სქესმა იმოქმედა იმაზე, როგორც მზრდიდი და რა კუთხით. ანუ იმოქმედა როგორც არა მგონია, იმიტომ რომ ჩვეულებრივად ამაზე არც მიფიქრია გზრდიდი. არც ზურს არ მithქვამს, რომ გოგო ხარ და ეს არ შეიძლება, არ გეკადრება. ნამდვილად არა, თავში აზრათაც არ მომსულია, აი გოგო ხარ და არა. ამიტომ, რა ვიცი, გზრდიდი ჩვეულებრივად როგორც რა ვიცი, ადამიანს და როგორც რა ვიცი, ბიჭი რო ყოფილიყავი, ბიჭსაც ასე გავზრდიდი, არაფერს არ შევცვლიდი ნამდვილად. ეხლა არ არსებობს, რომ არ მეფიქრა ან ერთზე, ან მეორეზე. უსაფრთხოებაზე ყოველთვის ფიქრობს მშობელი ეს ეგრეა. ანუ რავი, აი როგორც გოგოს გზრდიდი, ეს ცნება ჩემთვის ცოტა აი რა ვიცი, გაუგებარია. იმიტომ რომ როგორც ადამიანს გზრდიდი, თავის უფალს, რა ვიცი, თავის ყოველთვის იმას გეუბნებოდი, რომ შენი აზრი უნდა გქონო და ეს კი გამზადებდი რაღაც ქალებს, რაც ვთქვათ, რაღაც მომენტში და რო იზრდება და რაღაც ის ცვლილებები ხდება ორგანიზმში და ვთქვათ, იქ მენსტრუაციის ამბავი და რაღაცა ამისთვის გამზადებდი. ნამდვილად. ხო და მაგიტო აი რა ვიცი, არ გზრდიდი ისე, რომ აი ადამიანად, რაც მთავარია. უსაფრთხოებაზე მე ვზრუნავდი ყოველთვის. რა გასწავლე ისეთი, რაზეც ახლა ფიქრობ, რომ არასწორია? ხა მგონი მაგაზე ბევრი გველაპარაკი არის. ეს იყო რაღაცა არ ფიქრობ, რომ არასწორია. უბრალოდ მგონია, რომ შეიძლება ცოტა ზედმეტად, შეიძლება მე აღვიქვი ზედმეტად ის პერიოდში, მაგრამ შეიძლება ისე იყო რაღაცა ეს მაქსიმალიზმი ძალიან, რომ აი ყოველთვის ძალიან კარგი უნდა ყოფილიყავი სწავლაში. მოკლედ ეს რაღაცა კარგი გოგოობა და ეს უდირთად სწავლას ეხებოდა ხოლმე და ეგ ძალიან გამომყვა და შემდგომ რაღაცა ქცევებშიც ძალიან აისახა, რომ აი უნივერსიტეტშიც რა ძალიან და ძალიან სტრესის საგნად იქცა რაღაც დროთა განმავლობაში. ვიცი რომ ეგ არ ყოფილა რაღაცა ცუდი განზრახვით ცხადი არ იქნებოდა. მაგრამ ხო, თან ვიცი რა რთულ დროს მზდიდი და შესაბამისად ის რო აი რაღაცა მაქსიმალური გინდოდა რომ ჩემთვის მოგეცა, მაგით იყო ეგ განპირობებული, რომ ძალიან ბევრს თხოვდი და იცოდი რაღაცები შემეძლო და მაგიტომ თხოვდი და ეხლაც ეგ გამომყვა რომ რაღაცნაირად სულ მგონია რომ რაღაცები შემიძლია როცა ზოგჯერ და საკმარის არ ვაკეთებ როცა ზოგჯერ უბრალოდ შეიძლება არ მქონდეს ამის გაკეთების თავი და ხო ესე სხვა პირიქით ალბათ ყველაფერი რითაც
ეხლა ვამაყობ საკუთარი თავით თუ შეიძლება ასე ითქვას, შენ მასწავლე პირველესად ეს რაღაცა დამოუკიდებლობის შეგრძნება და ძალიან ისეთი, ანუ ამ კაცმა მიდგომა ეგ დამოუკიდებლობის შეგრძნება ძალიან გააჩინა იმასთან ერთად რა სიტყვაზე სირთულეებიც გააჩინა დროთა განმავლობაში, მაგრამ ხო არ ვიტყოდი რომ არასწორი იყო, ვიტყოდი რომ შეიძლება ცოტა ზედმეტი იყო ეხლანდელი გადმოსახედიდან და სხვა როცა ჩემზე ფიქრობ, რა არის პირველი მოგონება, რომელიც გონებაში გიტივტივდება? ანუ სულ შენზე ვფიქრობ და მოგონებები, რა ვიცი, სულ ყველაფერი მახსოვს შენი, როგორ იზრდებოდი არა, ერთად ვიზრდებოდით. ხო და ანუ ის მახსენდება, რომ შენ ბევრი რამ მასწავლე. მასწავლე, როცა ძალიან პატარა და თოთო იყავი, ანუ ის პირველი რაც მახსენდება, რომ ჩემი ცხოვრება გადატრიალდა, ანუ იყო სხვანაირი, გახდა ბევრად უკეთესი, ბევრად აზრიანი, ბევრად დატვირთული, ბევრად და ეს სასიამოვნო გრძნობაა, როცა არ გცალია სხვა არაფრისთვის. ანუ ეს მახსენდება, რომ შენ ჩემი ცხოვრება შეცვალე უკეთესობისკენ. აი პატარა ადამიანი რო დაიბადე, აი იმ მომენტიდან სულ შეცვალე ჩემი ცხოვრება, თუმცა მუცელშიც რომ მყავდი, მაშინაც გელაპარაკებოდი, მუსიკას გასმენინებდი, მაშინ გელაპარაკებოდი, როცა არავინ ირგვლივ არ არის, რომ ეს მე და ჩემი საუბრები ყოფილიყო და მე ნამდვილად ვიცი, რომ ესმის ბავშვს, როცა არ ახსოვს, მაგრამ ესმის. ხო და აი ყველაზე მეტად ეს მახსენდება, რომ შენ შეცვალე ჩემი ცხოვრება უკეთესობისკენ. ეს რომ ჩვენი უკანასკნელი დიალოგი იყოს, რა არის ის, რაც არასდროს გინდა რომ დამავიწყდეს? რომ მიყვარხარ. ჯერ ღმერთს უნდა ვიფაროს უკანასკნელი იყოს, მაგრამ ხო რა ძალიან მიყვარხარ და იწაღანაზეც ილაპარაკა ზუსტად რაღაცა ძალიან ბევრი რაღაცა ისწავლე, რომ მაგას ძალიან ვაფასებ, იმიტომ რომ რასაც მე ვუყურებ, ეგ ადამიანებს ძალიან უჭირთ ხოლმე რაღაც ასაკის მერე განსაკუთრებით რა. და ანუ ეგ ჩემთვის ძალიან ძვირფასია, რომ რაღაცა მართლა ერთად გავიზარდეთ და ამას მართლა ხედავ ჩემ თავზეც რა, ჩემთან ერთად იზრდებოდი და ვითარდებოდი და არასდროს ეგ არ შეგიწყვეტია რა, განვითარება და ცოდნის მიღება და ასე შემდეგ და ხო, მინდა ეგ გახსოვდეს, რომ ძალიან მიყვარხარ და ძალიან გაფასებ, იმიტომ რომ ერთი რა ადამიანი გიყვარდა ეს და მეორე როგორც ადამიანს აფასებდა ძალიან და მე გმინდა თქვა, რომ ყოველთვის რაც არ უნდა სხვა ცხოვრებაში ვიყო, აუცილებლად ავირჩევდი, რომ დედა ჩემი იყო, იმიტომ რომ ეს ზუსტად როგორც ადამიანს ძალიან გაფასებ, როგორც დედას და როგორც ცალკეულ ადამიანს მოქალაქეს და ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანი ხარ ჩემი აზრით, არა მარტო ჩემთვის, არამედ გარშემოყოფებისთვის და ხო, მე გმინდა რომ გახსოვდეს. კარგი. შენი აზრით რა გვაქცევს თანამებრძოლებად? ჩვენ ხო ერთად. ანუ სამწუხაროდ ბავშვობიდან მიწევდა ბრძოლა. სამწუხაროდ 11 წლის ვიყავი, როცა დედა ჩემი გარდაიცვალა და იმის მერე სულ ბრძოლობდი და ეს ბრძოლის უნარი სულ მქონდა, ვებრძოდი საბჭოთა კავშირს, ჩემი როგორც შემეძლო ისე კი არა, რომ აი გავდიოდი და მაშინ რა აქციები და რის აქციები არ შეიძლებოდა, მაგრამ სკოლაში სადმე უსამართლობას ვებრძოდი და ალბათ აი ეს გამოცდილება და მახსოვს რომ ყოველთვის გეუბნებოდი რომ უსამართლობას როცა ხედავ აუცილებლად უნდა ჩაერიო. მე მგონი არც გეუბნებოდი და მახსოვს მგონი რომ საკუთარი მაგალითი საკუთარ უსამართლობას ყველაზე მეტად უსამართლობას ვერ ვიტან და ყველაზე მეტად ტყუილს ვერ ვიტან და ალბათ ეს გვაქცევს ერთმანეთს ვაძლიერებთ ერთმანეთის
ერთმანეთის იმედზე ვართ ყოველთვის, სულ რომ დაიქცეს ქვეყანა, ერთმანეთის იმედზე ვართ ხოლმე და ეს ალბათ გვაძლიერებს და ამიტომ ვართ მებრძოლეები, ამიტომ ვართ იქ სადაც უნდა ვიყოთ და იქ სადაც ვართ. უსამართლობის წინააღმდეგ. კი ბატონო, მთელი ცხოვრება რომ მიწევდა. შენ სტოლ გალას რო შეხვედროდი, რას ეტყოდი? ეხლა მეძლის ვარ, ხო? ჯერ მე არ ყავდი, ხო? არა. არ გაჩინო შვილი, არ მითხრა. არა, ეგ არ მეწყობს. ხა, ვეტყოდი რა ზუსტად რა თანამებრძოლი ეყოლება, რომ მარტო არ არის და რა თანამებრძოლი ეყოლება და ყოველთვის მის გვერდით იქნება ვიღაცა, ვიც გაიზიარებს მის ტკივილებს და მის ბრძოლებს და ხა, მაგას ვეტყოდი რომ მარტო არ არის. იმიტომ რომ მაგ პერიოდში ხა კიდე წარმომიდგენია რა მიუხედავად იმისა, რომ რაღაცა მაგ პერიოდ 90-იანები გამოდის ხო, რაღაც დაახლოებით ძალიან მძიმე პერიოდი იყო და მიუხედავად იმისა, რომ ხალხი რაღაცნაირად ერთმანეთის გატანას ცდილობდა, წარმომიდგენია კიდე რა მარტო სული მდგომარეობა იყო და რაღაცა უმძლაობის რა და მაგას მეტყოდი ხო რომ მარტო არ არის, რომ წინ ძალიან ბევრი ბრძოლა არის მათ შორის, მაგრამ რაღაცაები რაც სხვა ადამიანებთან გაერთიანებს, რომ ძალიან ბევრ საინტერესო და საყვარელ ადამიანებს გაიცნობს და ხო რომ მარტო არ არის რა, მოკლედ მაგას ვეტყოდი. რა გვასწავლა პროტესტმა და წინააღმდეგობა როგორც ქალებს და დედა-შვილს? გვასწავლა ის, რომ აი, წეგან რო თქვი, რომ მარტონი არა ვართ. ნუ ეს არ უნდა დავივიწყოთ და ეს გაგვახსენა. და გვასწავლა ის, რომ პროტესტს ყოველთვის აზრი აქვს. თუმცა აი ყველაფერი მიდიოდეს ძალიან ცუდი, ასე ვთქვათ, სცენარით, მაინც აზრი აქვს, რომ გამოხვიდე, რომ პროტესტი გამოხატო. თუნდაც შენი სინდისის, შენი იმის წინაშე, თუნდაც. მაგრამ პროტესტს ყოველთვის აზრი აქვს და როგორც ქალებს, რა ვიცი, ქალი, კაცი, რამ გაყოლდა. მე მგონი პროტესტს ქალის ხმა აქვს უფრო, ვიდრე კაცის. არ ვიცი, ეხლა ძალიან სექსისტურად გამომივიდა, მაგრამ ეგრეა. გვასწავლა ის, რომ ადამიანებს ერთმანეთს უყვართ, გვასწავლა ის, რომ ადამიანებმა ერთმანეთი უნდა გაიტანონ და გვერდში უნდა დაუდგენ. ემპათია და სოლიდარობა. ეს მე მგონი პროტესტი კი არა სწავლის თვითონ ადამიანშია რა, თუ აქვს ეს ემპათია ადამიანის მიმართ ექნება და პროტესტი უბრალოდ იმის გამოხატვა რა ხარ შენ, მე ასე ვფიქრობ. აქცია იმის გამოხატვა რა ხარ შენ და რა ღირებულებებით ცხოვრობ შენ. იმის გამოხატვა და იმის ილუსტრაცია არის, მე ეგრე ვფიქრობ. იცოდე რაღაცას. ანუ მე მგონი არა ეს რაღაცა მართლა მთელი ცხოვრება რო წინააღმდეგობაში ვართ მეც და შენც და რაღაცნაირად მაგაშიც ერთად გავიზარდეთ. მაგან მე კიდე მასწავლა რომ კიდე სხვანაირად შემიძლია შენი იმედი ყოველთვის მქონდეს. ანუ ისედაც რა თქმა უნდა მაგ ცხოვრებაში, მაგრამ ეს აი წინააღმდეგობაში რომ მართლა თანამებრძოლი ყავს დედის სახით და არ გიწევს რომ მოატყუა სათხარ და ასაკეთებ რომ ზედმეტად ვიცი რომ რა თქმა უნდა შენც ნერვიულობ და რა თქმა უნდა ღელავ, მაგრამ აი მე რო დამიჭირეს ახლა ბოლოს მაგაზე ანუ ძალიან კარგი გზნობა იყო რომ იმაზე არ მიწევდა კიდე ფიქრი რომ აი ხა სახში რომ მივალ ვინმე ან გამკითხავს ან მეჩხუბება ან რაღაცნაირად მეტყვის რომ აი როგორ მანერვიულე რა და აი მახსოვს რომ ეს რაღაცა კადრი რო გამოვედი და შენ რო ჩხუბობ იყო ძალიან მნიშვნელოვანი რა მართლა რა თქმა უნდა ვინერვიულე მაგრამ თანამ ძალა მომცა რაღაცნაირად რომ იქაც გამეძლო და აი რაღაცა ხარდაჭერა როგორც დედის კიდე რა ძალიან სხვა არის ამ ბრძოლაში რა ეგ ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ამ დროის განმავლობაში. ჩამე და ბოლოა. აბა.
რა არის ეს ერთი გამოცდილება, რომელზეც ისურვებდი, რომ არასდროს მქონოდა? ნუ ალბათ ბევრი რაღაც ცხოვრება ესეთი რამ არის, რომ როგორც არ უნდა დედამ და მშობლებმა და ეფოფინონ და რაღაცა მაინც ასწავლის რაღაცეებს, რომელიც ვთქვათ შეიძლება რომ არ ქონოდა. ყველაზე მეტად მე ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ვიტყოდი, რომ ყველაზე მეტად ის არ მინდოდა რაც შენ გადაიტანე, მაგრამ ერთად გადავიტანეთ ეს თავზე ოპერაცია და ჯანმრთელობის პრობლემები. მაგრამ ერთად გადავიტანეთ და ერთად ვიდექით და ეს იყო მთავარი. კოვიდის მიუხედავად. ხო, კოვიდის მიუხედავად და რა ვიცი, ცხოვრება რაც არის ახლა ისეთი, რო ვთქვათ, რომ რაღაც ისეთი მოხდა საშინელება და რაღაცა, არა, ცხოვრება იმას როგორც იტყვიან, ზუსტად იმას გვაძლევს, რისი დაძლევად შეგვიძლია და რაც ჩვენ არ გვკლავს, გვაძლიერებს და მე არ მოვკლავს. ხო. რომელი ტკივილის გაყუჩებას ისურვებდი ჩემში? ყველას, მაგრამ ალბათ ეს დედის ადრე დაკარგვის ტკივილი, რაც პრინციპში ალბათ გასდევს მთელ ცხოვრებას. მე რა თქმა უნდა მაგას არასდროს ვერ წარმოვიდგენ და კიდევ კარგი რომ ვერ წარმოვიდგენ, მაგრამ ხო, რაღაცა მგონია რა, ეგ ისეთი სიდიდის ტკივილია, მithundes ბავშვობის ასაკში რა, ყველა სხვა ტკივილი შეიძლება განაპირობოს მაგან და ძალიან ბევრი რამ ცხოვრებაში, ხასიათში, გამოცდილებებში, ყველაფერში ხო და მგონია რა, ეგ ტკივილი დღემდე მოგსდევს ამ ასაკშიც კი და რაც ჩემთვის თან ძალიან ამაღელვებელია, რომ აი ამ ასაკშიც კი ეგეთი მაინც დედასთან დაკავშირებული არსებობს ჯერ კიდევ და ეგ ძალიან ხო ამაღელვებელი ფაქტი არის, მაგრამ თან ფაქტია, რომ ეს ტკივილია რაღაც ისეთი დაუყუჩებელი და რომ შემეძლოს ესეთი რაღაცა ჯადოსნური ჯოხი რომ მქონდეს, ალბათ ხო ყველაზე მეტად მაგას ვეცდებოდი, რომ რაღაცნაირად უფრო ატანადი არის ახლა სადაც აქამდე ვახვედი არის, მაგრამ ხო რა დამეკუჩებინა რომელნაირად.